ჩვენ ეთერში ვბრუნდები და განვაგდებ ჩვენს გადაცემას. შემოგვეთა მეორე სტუმარი, თესაუსა და დასოს ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ქალტუნი ხათუნა ჩარკვიანი. ქალტუნი ხათუნა ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და ჩვენ უკვე მე მგონი ჩვენი სტუმრის წარდგენიდანაც ჩანს, რომ განათლების სისტემაზე და ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ. მე როგორც მრჩება შტაბ-შტილება, აი ამ ჯერ კიდევ როგორც მახსოვს, შევარდნაძის დროს დაიწყო ეს პირველი 60 მილიონიანი გრანტი განათლების რეფორმა და მთელი ეს გრძელდებოდა და საბოლოო ჯამში ჩვენ მე როგორც ვუყურებ მივიღეთ თაობები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში ერთმანეთს უტოლებენ საქართველოსა და დასავლეთ. ეს ჩემი შტაბ-შტილება შეიძლება ვცდები დასავლეთის ინტერესებს და უარეს შემთხვევაში დასავლეთი მიაჩნიათ უპირატესად მისი ინტერესი ვიდრე საქართველოს ინტერესი და საერთოდ მივიღეთ თაობები, რომლებიც ქართულმა განათლების სისტემა გაზარდა, აღზარდას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს გაზარდა თაობა, რომელსაც შინ გონია, რომ არის ევროპა. ეს მე ვფიქრობ იმას გულისხმობს, რომ ქართული განათლების სისტემა თუ ქართული საზოგადოება თუ ჩვენ ქართველი მშობლები დავმარცხდით. იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძელით მენტალურად ქართველების აღზრდა. არაფერი არ არის ცუდი კი არა, კარგიც არის, რატომაც დასავლურ ლიტერატურაზე და ევროპულზე და ამერიკულზე რა ვიცი მე გავიზარდე და რა ღირებულებები თუ რაღაცა მომწონს, იქიდან მომწონს მე და არა იმიტომ რომ თქვა ჩემ საბჭოთა ბავშვობაში ვინმე ჩემ საბჭოთა ბავშვობაში მეუბნებოდა კაპიტალიზმი ყარსო, მაგრამ მე ვეცნობ ამ ლიტერატურას და მექნებოდა წარმოდგენა ამ სივრცეზე, ამ სახელმწიფოებზე და ახლა როდესაც ესეთი გახსნილი არის საზღვრები, სულ სხვანაირი წარმოდგენები აქვთ მე მგონი დასავლეთის, უფრო კეთილდღეობასთან, კარგ ცხოვრებასთან, მოდი ხეშად ვიტყვი, გაძღომასთან ასოცირდება უფრო მეტად და პრაქტიკულად პრესტიჟულად ითვლება ასევე დასავლური განათლებაც, თუნდაც რამდენიმე კვირიანი კურსები. ჩვენ აღარ გვაქვს აი ამ რეფორმის ფარგლებში, ჩვენ აღარ გვაქვს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, რაც იმას ნიშნავს, დიდი ხანი უკვე ამაზე საუბრობ, რომ მართლაც უახლოეს წლებში ჩვენ აღარ გვეყოლება ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი დარგში კვალიფიციური სპეციალისტები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე ეს ძალიან სახიფათო რამ არის. ჩვენ შეიძლება ელექტრიკოსი არ გვყავდეს ელემენტარულად, რომელიც კვეთას დაითვლის, რომ კორპუსი არ აფეთქდეს, როცა ყველა გამოიყენებს ელექტროენერგიას. აი ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეუქცევადია ეს პროცესი და ჩვენ დავმარცხდით აი არ მინდა ტავტოლოგია, მაგრამ ნუ გამომევა იმ პროცესში, რასაც ქვია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა. თუ კიდევ შეიძლება სიტუაციის შემოbrunება. ქალბატონიო ძვირფასო, დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მისთვის, რომ დამდეთ პატივი და ასეთ საინტერესო თემაზე მომიწვიეთ. თემა უდევოდ მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და საინტერესოსთან ერთად არის, რა თქმა უნდა, საწუხარი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ ახლა რა პრობლემებიც თქვენ დასვით, მე მგონი არც რამდენად შევძლებთ ამ ერთი გადაცემის ფორმატში ამ ყველა საკითხის ამოწურვას, მაგრამ რაღაცნაირად შევეცადოთ და კონტურები მოვხაზოთ უბრალოდ იმ საერთაშორისო სიტუაციასთან ერთად და დაკავშირებით, რაც ბუნებრივია გვიყენებს ამ გამოწვევას, რომ თან შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა და თან არ ჩამორჩეთ ამ გლობალისტური მსოფლიოს ფეხის ხმას, ასე ვთქვათ, ხო? პერიოდი, საიდანაც თქვენ ფაქტიურად დასვით ეს საკითხი, რომ აი საიდანაც იწყება ფაქტიურად დიდი სარეფორმო პროცესი იგივე განათლების სისტემაში, რა თქმა უნდა უკავშირდება იმ საერთო ფორმაციულ ცვლილებას საქართველოს, ეს დაახლოებით არის 1995 წელი, ხო? როდესაც საქართველოსმა აიღო კურსი დემოკრატიზაციისკენ. ნუ რა საკვირველია, ჩვენ ყველა ხვდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დავდექით, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა პერიოდი წარმოიდგინეთ ხელა გარდაქმნებს მოითხოვდა, რომ სრულიად ფორმაცია, რომელსაც ამოწურა თავის შესაძლებლობები იდეოლოგიამ, რომელიც დასრულდა იდეოლოგიურად, ნუ დავდექით ახალი გამოწვევების, უბრალოდ ღია საზღვრების წინაშე და ბუნებრივია, ნუ დადგა საკითხი თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იდენტური ფაქტობრივად მისი იდენტობა, ეროვნული ცნობიერება და ამავე დროს ყოველთვის იყო ავანგარდში, ხო, ჩვენ ისტორიის მანძილზე ჩვენ არასოდეს იზოლაციაში არ ყოფილვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალრიცხოვანი მტრის გარემოცვაში ვიყავით ხოლმე ყოველთვის, ხო? იცით პერიოდი, რომელსაც თქვენ ნუ ფაქტიურად ახსენებთ, ჩვენ
საბჭოთა პერიოდის დროს აი მე მაგალითად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მომიხდა სწავლა. იმ დროს ეს იყო ზუსტად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი და პრაქტიკულად შემდგომ უკვე ძალიან სამწუხარო პერიოდის დროს დავასრულეთ ეს საუნივერსიტეტო განათლება, როცა დაიწყო თბილისის სამოქალაქო ომი. და წარმოიდგინეთ როგორ პერიოდში მოგვიხდა ამ ფაქტობრივად ეს იყო თვითგამორკვევის, თვითიდენტობის გაცნობიერების პერიოდი, დიდი გარდაქმნების, მაგრამ იცით საოცარია ის, რომ იმ პერიოდშიც კი, როდესაც იდეოლოგია დასრულდა, ფაქტიურად წიგნები არ იყო, რომ რა წიგნების გამოცემაზეა საუბარი ქვეყანას საომარ კონფლიქტებში იყო ჩართული ამ პერიოდში და ასეთი სერიოზული, ვთქვათ, სივრციდან გამოვდიოდით, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, მაინც ჩვენმა ისევ ეროვნულმა მოღვაწეებმა გადაგვარჩინეს ამ მხრივ და ილია ჭავჭავაძე იყო ის მაშველი რგოლი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, არა მხოლოდ ქართულ, ასე ვთქვათ, ჟურნალისტიკას დაეხმარა, არამედ რუსულსაც კი, იმიტომ რომ მე რუსულ სექტორზე ვსწავლობდი და შეიძლება ითქვას, რომ აი თვითონ პროფესიაში თუ როგორი უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა ყოფილიყავთ, რა იყო ეს ძირითადი დანიშნულება იგივე საოცრება. იცით, აი მართლაც იმ ხუთი პუბლიცისტური წერილიც კი თურმე იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენა ეს 4 წლიანი განათლება მე სრულიად გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ იმდენად თანამედროვე დახწერდა და იმდენად ღრმა წვდომით იმ ყველაფერს და იმ პრობლემებს, რაშიც ჩვენ აღმოჩნდით, რომ რეალურად აი ფაქტიურად წყვეტა არ ყოფილა. შემდეგ წამოვიდა არანაირად. არ მოძველდა ეკონომიკაზე. აბსოლუტურად სამართალზეც იგივე შეიძლება ითქვას, იცით, აი საოცრება ყველა მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება ეს მემკვიდრეობა დაიკარგოს. ეხლა მივუბრუნდეთ იმ თემას დღეს რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. შემდეგ უკვე ამ დემოკრატიზაციის პროცესის დასაწყის, ანუ ეს დიდი ცვლილებების პროცესი იყო. ეს შეიძლება ითქვას, რომ რომელ ქართველს დაავიწყდება მაგალითად ის, რომ თუნდაც იმ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ჩვენ ფაქტიურად ვაღიარეთ ეს ყველაფერი 1995 წლის 24 აგვისტოს მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, კი ბატონო, პარლამენტი როგორც საკანონმდებლო ორგანო შეუდგა მუშაობას, უკვე დაიწყო ჩამოყალიბება სახელმწიფო ინსტიტუციებმა და ეს დიდი აღმავლობის პროცესია ქვეყანაში, როცა ხედავ, რომ შენი ხელით შეგიძლია აშენო ეს ქვეყანა, ხო? რასაკვირველია განათლებაც აი ამ პროცესში იყო ერთ-ერთი გამსაზღვრელი. თუმცა ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ნინო ძვირფასო, რომ ჩვენ ყველაფერი ეს ვთქვათ გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსის დაცვით, ის თუ რა პრობლემებზეც ახლა ვსაუბრობთ, ყველა ეს გამოწვევა მაშინ ჩაგვედო და დაგვეძლია. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც ჩვენი წინაპრების როლია ძალიან დიდი და ალბათ კიდევ ერთხელ და მე 1000-ით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს არ უნდა გადავუხვიოთ იმ გზას, თუ მართლაც, იმიტომ ეს ხო ფაქტიურად უკვე საუკუნეებით დამტკიცებული პროცესია ის, რომ ჩვენი მამული ენა, სარწმუნოება ესტრია და განსაზღვრავს და რაღაცა მდგრადობას გვინარჩუნებს ყველა საუკუნეში, ყველა დროს, ყველა ფორმაციის ცნობიერება რა ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოსთვის. დიახ. და იცით, აი განათლების თემაც აქედან გამომდინარე, ბუნებრივი ახალმა რეალობამ მოიტანა ის, რომ დემოკრატიზაციის და დემოკრატიის ნიშნით ფაქტიურად შემოვიდა, რაღაც ღია საზოგადოების ფორმაცია, ასე ვთქვათ, გაჩნდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც განვითარებულ დემოკრატიებს ახასიათებს, ხო? ეს არის, საზოგადოების აქტიური ჩართულობა სამოქალაქო სექტორში, იმ ბუნებრივია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, რაც ყალიბდებოდა მაშინ პარლამენტი, სასამართლო, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ მიუყვებოდით ამ 1997 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი გახდა. ანუ ეს უკვე ვალდებულებითი მომენტიც იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხოლოდ ინსტიტუციურად კი არ შევდიოდით ამ კანონთა ჰარმონიზაციაში ევროპასთან, არამედ მენტალურად, რასაკვირველია ეს კანონი ჩვენ საზოგადოებრივ მენტალიტეტზეც მოქმედებს, შესაბამისად მედიამაც ამას აუწყო მხარი, მაგრამ ვფიქრობ და ამაში გეთანხმებით ნამდვილად, რომ ჩვენ თითქოს ლიბერალურმა აღიარებულებებმა რაღაცნაირად თითქოს გვერდზე ჩააჩოჩა ჩემ თაობასთან შედარებით, აი ამ ახალ თაობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ის მართლაც ჩვენი
მრწამსის ფასეულობები, რაც არის ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რაც ვფიქრობ, რომ საოცარი ეცით, აი დღესაც კი გავიდა ფაქტიურად იმ პერიოდის შემდეგ, ხა 95-დან 30 წელია გასული, აი ეს რა პერიოდი გვაქვს შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ უფრო აი ბოლო 20 წლეულის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩემი თაობა მართლაც ამ ნიშნით მოვიდა, ეს იყო ჩვენი ეკლესია და გვახსოვს ჩვენი უწმინდესის, სავსე იყო ახალგაზრდებით ტაძრები და ეხლა უბრალოდ ეს ნამდვილად თვალში მოსახვედრია, რომ ცოტა ხოდაშეთი კიდე ერთი მომენტია შესუსტებულია. ჩვენ ვერ ავხსნით ასევე ჩვენ ახალგაზრდებს, რომ ჩვენ ლაპარაკობთ მართლმადიდებლობაზე და მრწამსზე, ის აქცენტი რომ აი რაღაც როდის იქნება შობა 7 იანვარს 25 დეკემბერს და აი ძალიან სამარცხვინოა, ვინაიდან ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, ეს არის ქრისტესადმი რწმენა, მაგრამ ეს არის მსხვერპლობა. ეს არის შენი სამყაროსადმი დამოკიდებულება. შენი ენა, ანუ ქართული ენა, რომელიც გაჯერებულია სამყაროს ამხედვით. და იცით ამ შენ მრავალფეროა ხო ფასეულობა მოყვა შენ მრავალფეროვანი ჭირდები სამყაროს დიახ და ცხოვრების წესია ნინო აბსოლუტურად ჩვენ ხო ვიცით ახლა ეს უბრალოდ მე ამიტომ ვამბობ რომ იმ ათეიზმის პერიოდიდან გამოსული ახალგაზრდობა რომელიც ჩემი თაობა იყო ხო და ჩვენი თაობა დავეწაფეთ და ეს იყო ზუსტად იმ იდენტობისკენ შემოbrunებაც იმ ტრიადისკენ შემოbrunება და რეალურად იმან განსაზღვრა ეს მყარი საფუძველი და მე მგონი რა ვიცი ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავთქვით წარმატების მხრივას სოფლიოს ცივილიზაციაში ამ 30 წლის განმავლობაშიც, ხო? ესე იგი ამაში ხელი არაფერში არ შეუშლია რა. ეს ყველაფერი იყო დაფუძნებული და ძველი გამოყოლილი, რომელიც ჩვენ გაათანამედრობ, იმიტომ რომ ჩვენ თვისებრივად ახალი და ვერც იქ შეიქმნა 21 საუკუნეში თვისებრივად ახალი იარაღის გარდა. ვერაფერი, ხო? იარაღის გარდა. ახლა ძალიან საინტერესოა უბრალოდ ერთი მომენტიც, ახლა მე ფაქტიურად მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაგვიმართლა ჩემი თაობიდან მე ჩემს სამეგობროს, ჩემს კოლეგებს გულისხმობ, იმიტომ რომ რასაკვირველია საზღვრები გაიხსნა, ჩვენს წინაშე გადაიშალა ძალიან დიდი შესაძლებლობები და დიდი გეთანხმებით, ესეც ალბათ არის, მაგრამ პირადად იცით, ჩემი მაგალითი თუ ვიტყვი, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ისეთი სერიოზული შეცდომა არანაირი არ დამიშვია, ისევ და ისევ მომზადებულები ვიყავით მენტალურად იმ სამყაროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ვამბობ. თუმცა ცუდი არაფერი არ არის იქ ცნებაში. შენ თუ ხარ მზად რომ იქნება აქციო შენს შესაძლებლობა. გეთანხმებით ამაში სხვათა შორის აი ამ რწმენითმა კატეგორიებმა ძალიან მიშველა, იცით, ამ მხრივ. ეს პირადად ჩემს ასე ვთქვათ, მაგალითზე რომ ვთქვათ და პირიქით ამაზე ხდებოდა დაშენება იმ ყველაფერი კარგის. მაგალითად ეს შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების რა თქმა უნდა ჩვენ როგორც სტრატეგიული პარტნიორი ისე აღმოჩნდით შემდგომ უკვე ამ 30 წლის განმავლობაში მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, ეს ძალიან სერიოზული დახმარება იყო. იმიტომ რომ სხვანაირად საქართველოს ალბათ ისეთი მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა ამ კუთხით ამ ურთიერთობებმა და მე მახსოვს 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველი სტუდენტური დელეგაციაც კი გაიგზავნა ჯორჯია თუ ჯორჯია ასეთი როგორც საქართველოს ჯორჯიის შტატთან ურთიერთობის კუთხით და Friendship Forces პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ახალგაზრდა უკვე ჩაერთვა ამ პროცესში რომ როგორ დაწყებული იყო ეს ურთიერთობა. ჩვენ აბსოლუტურად ახალ სამყაროსთან ვიწყებდით ურთიერთობას. მე მოხდა ისე რომ მე სამი სახელმწიფო პროგრამით მომიხდა შეერთებულ შტატებში ყოფნა. ეს იყო საელჩოს პროგრამა და სახელმწიფო დეპარტამენტის ერთდროულად. ეს იყო 1993 წელს, რადგან განათლებაზე ვსაუბრობ, თან მინდა რომ დავაახლოვოს ყველაფერი რაღაცა საიდანღაც არ მოსულა ეს ყველაფერი და პროცესში ვიყავით და მე მგონი რა ვიცი არანაირად არ დაგვიკარგავს ეს თანამედროვე ასე ვთქვათ ფერხუში ჩაბმის პროცესიც ამ მხრივ და ეს პირველი იყო 1993 წელს დამოუკიდებელი ჟურნალისტების პროგრამა ჟურნალისტური გაცვლა. 2 თვე ვიმყოფებოდი შეერთებულ შტატებში და როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტს უნდა ასე ვთქვათ გამეშუქებინა შეერთებული შტატების სხვადასხვა სფეროები, რაშიც სურვილი, სადაც სურვილი მექნებოდა ხვედროდი იმ მაღალი თანამდებობის პირებს თუ უცნობილ ადამიანებს და კონკრეტული რასაკვირველია მაშინ გაზეთიდან იყო ეს მივლენება, ეს იყო დამოუკიდებელი გაზეთი 7 დღე ალბათ ყველას გვახსოვს ხო და დიდი მადლიერებით ვიხსენიებ იმ პერიოდში. შემდგომ იყო ცოტა მოგვიანებით უკვე სახელმწიფო სტრუქტურიდან, იმიტომ რომ მე სახელმწიფო სტრუქტურებთანაც აქტიურად ვინარჩუნებდი ურთიერთობას საუნივერსიტეტო
საქმიანობასთან ერთად 1999 წელს პრესმდივანთან, ანუ პრესპიკერების პროგრამა, სახელმწიფო პრესმდივნების და ესეც არაჩვეულებრივი პროგრამა იყო ჩვენი პროფესიული ზრდის კუთხით, იმიტომ რომ ზუსტად სახელმწიფო ინსტიტუციებში მაშინ ყალიბდებოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც გახლავთ PR-ი, ანუ public relations, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პრესმდივანი, ასე ვთქვათ. ეს გახსნილობა მედიასთან, საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ესე ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პრაქტიკა იყო და ბოლოს აი სულ ერთი წლის წინ 2023-ში მიმყოფებოდით ისევ უკვე პროფესორების რანგში, მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა დაახლოებით 10-ნი ვიყავით სხვა უნივერსიტეტებიდან, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში და American University, ამერიკულ უნივერსიტეტში ვაშინგტონში 2 კვირის განმავლობაში. ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი გამოცდილება რასაკვირველია და ეს მithumetes რაც ერთგვარი სიამაყეც გეუფლება, რომ ამ პატარა ქვეყანამ ამ უზარმაზარ სუპერ სახელმწიფოსთან ერთად, როგორ ვთქვათ, შეძლო ასეთი ფერხულით და ფეხადგმით მიყოლა ამ ყველა ტენდენციაში, რომ ჩვენ პირიქით ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უზიარებთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, კი ვსწავლობთ ბევრ ამას, ისინი სწავლობენ ჩვენგან, ჩვენ ვსწავლობთ მათგან, მაგრამ ისე დამოკიდებული, ისე მენტორული, რომ ჩვენ და გასწავლოთ რამე, მე ის არასოდეს არსად არ მიგრძნია და პირიქით იყო მხოლოდ ამ საინტერესო და ჩვენი გამოცდილების პოლიტიკაზე დღეს რაც ხდება. დიახ. მაშინ შევეხოთ ამ მომენტსაც. იცით, ნინო, ღია საზოგადოებამ თავისთავად მოიტანა ის მომენტი, რაც ვახსენეთ ჩვენ, რომ ბუნებრივია, როდესაც იმ სამყაროში შედიხარ, რასაკვირველია, ჩვენი თითქოს ეროვნული ცნობიერების და არსებობის ერთგვარი მოქნილობაც კი, იმიტომ რომ ყოველთვის ვინარჩუნებდით ამ ჩვენ სარწმუნოებრივ ნიშას. მართლმადიდებლობას, ჩვენი კულტურა ეს იყო, ჩვენი ხელოვნება ამაზე იყო ბაზირებული, განათლება და ასე შემდეგ. მე არ მგონია ვინმე გვართმევდეს. მე ამ შემთხვევაში იმას გულისხმობ, რომ რაციონალიზმი, გონებრივი პრობლემა უფრო არის მაპატიეთ მე. იცით, მოდით აი დავაზუსტებ, რომ რა მაქვს მე მხედველობაში და შესაძლებელია სადისკუსიოც კი იყოს ეს უბრალოდ, იმიტომ რომ მაგ რასაკვირველია. მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გონებრივი პრობლემები წამოვიდა, რაც არის განათლების სიმცირის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის განათლებული და მას რაციონალიზმი და ლოგიკა აქვს, ის არ იწოს ისეთ სისულელეს, შობა 7 იანვარს უნდა იყოს 25 დეკემბერს. ასე არ დგება საკითხი. დიახ, რასაკვირველია. ეს ამაზე კონკრეტული პასუხიც არის და ნებისმიერი ღვთისმსახური და ღვთისმსახური ამას გასცემს პასუხს ისედაც კალენდარული თემა, მაგრამ გავხადოთ ეს სადისკუსიოთ იმ მხრივ, რომ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია უნდა მიიღო და შემდგომ გააკეთო ამასთან დაკავშირებით დასკვნა. აქცენტი იმაზე, რომ აი რატო დეგრადირდა გონებრივი შესაძლებლობა მონაცემები აი ამ ფერხულის მიუხედავად როცა ჩვენ ავუწყოთ. აიცით, მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ჩვენ ამ ხა ვინც იცნობს ზოგადად იგივე ამ ჩვენ ბოლო 2000 წელია ვცხოვრობთ ქრისტიანული ცივილიზაციის ფარგლებში, ხო? ეს არის ქრისტიანული ცივილიზაცია, როგორც ყველაზე რასაკვირველია. და თუ კი რამ ფასეული იქ შექმნილა, ვინმე შემეწინააღმდეგება. არა, ეს ორჯეროვანი ანუ ეს ფასეულობები და ჩვენ აქ უკვე მე პერიოდების თემა, ანუ ჩვენ ხო შედარებით უფრო თან ხნოვანი ქვეყანა ვართ აქ თუ შუა საუკუნეებში ხდება ევროპის ჩამოყალიბება, ჩვენ გვაქვს 3000 წლოვანი და უკანასკნელი 2000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია, ხო? და ოფიციალური რელიგიად მივიღეთ 327 წელი. ხა არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ განსაკუთრებულად უსამართლოს, მაგრამ მე ჩემი დაკვირვება მაქვს. ყველაზე გლობალისტური კარგი გაგებით და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ადამიანის ბუნებრივად გონებრივი შესაძლებლობები, მისი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულებით ეს ფასეულობები, სადაც იხსნება, ეს არის სწორედ ეს მოძღვრება, ანუ ამ ცივილიზაციის საფუძველი, რაში ჩვენ ვიყავით. შესაბამისად, როგორც კი ეს მოაკლდა, ანუ ცოდნა, იგივე ამ ქრისტიანული ღირებულებების შესახებ, რწმენის შესახებ ცოდნა, მარტო რიტუალური ხომ არ არის ეს ყველაფერი, ეს რიტუალი ეს მეორე ხარისხოვანია, რასაკვირველია. აი ამან მოიტანა ეს სიმწირე, მოდით ასე ვთქვათ და ჩემი პასუხი ეს არის და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად იცით, იმიტომ რომ როგორც კი აკლდები ამ სიღრმეს
და შენ რაღაც რიტუალურ ქმედებებში გადადიხარ, ბუნებრივია სხვა ფასეულობა ანაცვლებს და თუნდაც ის ახლა ვინც იცის, ბუნებრივია ჩვენ ბოლო პერიოდში რა პრობლემები დაგვიდგა როგორც სახელმწიფოს ახლა იმ მთელი ეს აჟიოტაჟი რატომ არის შექმნილი, ამას მედიაზეც თუ მე მკითხავთ სიამოვნებით შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ და ძალიან საინტერესო იქნება აუცილებლად ვფიქრობ მაინც ის ხელშესახების საკითხია ესეც რატომ იმიტომ რომ და ჩვენ ძალიან მტკიცებთ თქვი თუ არის იმაზე რომ არ შევცვალოთ ჩვენი იგივე ის კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ ხო ეს საიდან იღებს სათავეს ეს არის ძალიან მტკიცე ჩვენი სარწმუნოებრივი ფუნდამენტი და გარდა ამისა ეს არის რეგიონი რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და ამ რეგიონში სისუსტეს არ პატიობენ და უბრალოდ შენ აღარავინ აღარ გცემს პატივს. კი ბატონო. და მეორე ხა, როდესაც შენ იცი და თან უკვე დამტკიცებულია ეს ყველაფერი, რომ რეალურად რაღაცა სხვა დაფინანსების წყაროებით და რაღაც სხვადასხვა სტრუქტურებით, იგივე იმ ღია საზოგადოების კონტექსტით შემოდის უკონტროლო ფული, რომელიც ხედავ რომ შენს ეროვნულ, ასე ვთქვათ, ძირძველ იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საფუძვლებს არ ყევს, იმით არ ყევს, რომ უბრალოდ აბსოლუტურად ეს დაფინანსება არ მიდის იქით პირიქით. ანუ აქ მე მიდის შეჯიბრებითობის თემა. ვინ მეტია, უბრალოდ მართლა რიცხობრივად და ხარისხობრივად, ხო? ამიტომ ჩვენ ამის უფლება არ აქვს, რომ ეს დავთმოთ და ნუ ხა თუ კი პირადად დაყენებენ ამ საკითხს, რომ ხა ჩვენ არ მიგიღებთ ისეც როგორების თქვენ ხართ, მაგრამ ეს იცით ესეც დროებითია, ხო გამოჩნდნენ. ნახეთ, რა საინტერესოა. ის ღია საზოგადოების მოდელი არც ევროპულმა სახელმწიფოებმა არ მიიღეს. მოდით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ეს კიდეც საერთოდ. და ნახეთ უფრო უნდა მიიღო წესით. მაგრამ რა მოხდა? ეს ეროვნული სახელმწიფო არ არის ამერიკა. ეხლა დასკვნის საფუძველს ეს ხო იძლევა რომ სუპერ სახელმწიფოც კი იმდენად შეარყია ამ ფსევდოლიბერალურმა და უკვე გადასულმა ფაშიზმში. ეხლა ნუ რა ვის ნუ ეწყინება, ეხლა ვინც დაუკვირდება და ახსნის ამ ტერმინოლოგიას ჩვეულებრივ მივდივართ აქამდე, იმიტომ რომ იმათ ლოგიკა ასეთია, ვინც არ არის ჩემთან, ჩემი მტერია. ჩვენ ეს ხო გამოვცადეთ და ეხლა მე ბუნებრივია სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და საკმაოდ ღრმად ჩავიხედე ძალიან ბევრ საკითხში, მანამდეც ჩემი საქმიანობის პერიოდში ეხლა მით უმეტეს და ფაქტიურად საფუძველი არის ერთი, ვიღაცა რატო გვაყვედრის ვიღაცა რაღაც საბჭოთა კავშირი. დამთავრდა ის, მაგრამ ის ხო ვიცით რასაც ეფუძნებოდა. ათეიზმი რა არის? ათეიზმი და მარქსიზმი არის უღმერთობა. რელიგიისგან მოცილებული, მოშორებული საერთოდ საზოგადოებრივი წყობა, ხო? დავასრულეთ ეს, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება ანალოგიურად. თუ ეს ფსევდოლიბერალური ღირებულებები და ამას მე არ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომელიც დონალდ ტრამპი უკვე ფაქტიურად ინაუგურირებული და დამტკიცებული ხო არჩეული. რომელს თქვა რომ ამერიკას მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი თეზისები იყო. ამერიკის მტერი დღეს არ არის ჩინეთი, ამერიკის მტერი დღეს არ არის რუსეთი, ამერიკას ყავს ერთადერთი მტერი და ეს არის ექსტრემისტული მარქსიზმი. რა არის ეს ექსტრემისტული მარქსიზმი? ეს არის ტროცკიზმი, ეს არის უღმერთობის თეორია, რაც დავტოვეთ ჩვენ და მერე იყო სწორედ რომ ჩვენ რამ განაპირობა ეკლესიისკენ ჩვენმა მიბრუნებამ. სწორედ იმ რომ ის საშინელება სპობდა ყველაფერს. აი ეს მართლაც ხო ადამიანმა აღარ იცი ვინ ხარ, მართლა ხო არ ხარ, რომელიც და პირველი საფერფარეშოში დადის, იმიტომ რომ გამოდის ეს ხარ მაშინ. აი ეს ცოდნა და ნიო თქვენ პასუხი არის ეს რომ თუ ჯერთი ფასეული არანაირი ცოდნა არ იქნება ამ ღირებულებების გარეშე და კიდევ ერთხელ ეს ჩემი აზრი არ არის. თუ ნაგლეჯი ვარ, ამას არაფერს აღარანაირი აზრი არ აქვს. და უბრალოდ პირიქით მე ჩვენ ოღონდ ერთი ფორმა გვაქვს სწორი მოსაძებნი, სწორად ახსნის და ამაში ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავთმეთ ეს მომენტი და სწორად ვერ აუხსენთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მშობლების თაობასა აქვს და მე როცა ამას ვამბობ, რომ ჩვენ აი ეს ვთქვათ კრიტიკის კი არ ვამბობ, რომ რატომ ურჩის, რატო ეძახის ევროპას. ასე გავაგებინეთ ჩვენ ასე ეს საკითხი და მათ დაიჯერეს. ხო, ეხლა ჯერ ერთი რაღაც ბევრი საკითხებია სხვა. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი ძალიან არასწორია, ნუ ეს დიდი მეზობლის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ საერთოდ შენ ისტორიას უნდა შეაქციო ზურგი და არ გამოდის ისტორიისადმი ზურგის შექცევა, წარსულისადმი ზურგის შექცევა, ხა ვიღაცას კი ბატონო და ეს ნიშნავს, რომ პირიქით შენ ძალიან სუსტდები იმ მომავალი საფრთხეების წინაშე, რაც შეიძლება არსებობდეს.
არსებობდეს რეგიონალური, კიდევ უფრო დიდი რეგიონალური თუ მსოფლიო თვალსაზრისით, ხო? მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჯერთი საქართველოს ბუნებაში არასოდეს არ იჯდა რაღაც გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან, მაგალითად ისრაელს თავის სპეციფიკა აქვს, იქ სხვა გარემოშია და რატო უნდა აიღო ის ანალოგი, რომ როგორც ის ეომება თავის ვთქვათ მტრებს, ისე აიღო ჩვენი არ არის. ტრადიციულად საქართველოს გადარჩენის ისტორიული კურსი იყო ბალანსის პოლიტიკა. ყველა ესე იგი მსხვილ პოლიტიკურ ცენტრთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა და დამოკიდებულება. ხა თუ კი ოდესმე ესეთი აღმასვლის პერიოდი ქონია საქართველოს და ლიდერი იყო ამ პოლიტიკის მიმდევარი მეფე და ლიდერი სახელმწიფოსი და როგორ შეიძლება ეს არ გაითვალისწინო და დემონიზაცია მაგალითად ამ შემთხვევაში რუსეთის ვფიქრობ რომ ძალიან არასწორად მოხდა ამან აი ამ ბავშვებთან ჩაკეტა იმიტომ რომ ეხლა სულ სხვა გასაგებია კონფლიქტები, ყველაფერი გასაგებია და დიდი ბოდიში. ეხლა დღევანდელი ახალგაზრდები ჩვენ ვერ გვეტყვიან იმას, რომ მაგალითად იგივე აფხაზეთის ვთქვათ ესე მწარე გაკვეთილები ჩვენ არ გაგვივლია და ან კიდევ იგივე ცხინვალის ხო და უფრო მეტად აწუხებთ. ეს არ შეიძლება ამის ხო, მაგრამ უფრო დეტალიზებულად უნდა მივაწოდოთ და ჩავწოდეთ ამ პრობლემას, რომ როგორ მივაწოდოთ სწორად. არა ეფექტიანია ამ რუსეთის სიძულვილი, თორე არა ეს სიძულვილია. აი აქ ეს არის გამსაზღვრელი და იცით ხა მე ვფიქრობ იმას რომ რელიგიურად ჩვენ ვიცით რა როგორც არის ხო ამიტომ ხა სამყარო მარტო ხილული სამყარო ხო არ არის ეს არის უხილავი სამყარო და ვიცით ხო იქ რა ძალები მოქმედებენ და როგორ შეიძლება შენ ახალგაზრდას ეს დაუმალო არ უთხრა ეს ხო ნიშნავს რომ მაშინ მტრის მიერ შემოტანილი იდეოლოგია რომელიც განზრახ აი ამ მცნებათა აღრევით ფიქრობს მისი გონების მოტაცებას და ესეც მოხდა და აქ იცით მე მით უმეტეს ისეთი პოლიტექნოლოგიებია ჩართული, რომ ნეიროლინგვისტურ დონეზე, ხა თან მით უმეტეს ვინც იცის საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმულა, საკმაოდ სახიფათოა. სადღაც 20-დან უпроსტად 80-დან 95%-მდე საზოგადოებრივი ცნობიერება არის ფარის ფსიქოლოგია. ადამიანები მიყვებიან ერთ მესიჯს. და ეს მესიჯები და იყოს ემოციური რასაკვირველია 20-დან 25%-მდე ეს არის პროტესტანტი რასა პროტესტებს თვითონ არის ის 5-დან 10%-მდე კრიტიკული აზროვნების და როცა ასეთი სახიფათო ფორმულა გვაქვს ჩვენ როგორ შეიძლება რომ აი არ დავტვირთოთ მაქსიმალურად სწორი ღირებული ინფორმაციით ჩვენი ახალგაზრდობა ამ კუთხით და მე ვფიქრობ რომ ამაში მე გარკვეულწილად დანაშაულს გრძნობ ჩვენი თაობისას და იცით აი რაღაც ეხლა ბუნებრივია მეც ვასწავლი სახელმწიფო უნივერსიტეტში დასუში და ჩვენ სტუდენტებთან ხშირად გქონია საუბარი და როგორ ვიტყვი მას რომ ჩემი ბევრი სტუდენტი იყო ამ ასე ვთქვათ მანიფესტაციებზე დადიან თავიანთი თვითგამოხატვის ერთგვარი ფორმა ახლა მათთვის მაგრამ ბუნებრივიც არის ამ მასაკში დიახ მაგრამ ყოველთვის რასაკვირველია დიდი მოთმინებით უსმენდით ყოველთვის იყო ეს მსჯელობები მაგრამ აიცით მათგან რა პრეტენზია იყო ამ კუთხით რომ მათ იგრძნეს თავი გარკვეულწილად ცოტა ღირსება შელახულად იმ კუთხით რომ რაღაცა ჩვენ მივაწოდეთ ძალიან მზაფორმით რომ ეს ასე უნდა იყოს და არ ჩავთეთ პროცესში ეს არის არა მოხსენით რა თქმა უნდა არა მოხსენით და თან ოღონდ ამავე დროს თითქოს აბალანსებდნენ ამ თავის ქმედით მომენტს რომ მაგრამ ნახეთ ჩვენ არ გავყევით იმ პოლიტიკოსებს და ეს პროტესტი აქვს ძალიან დიდი მაგრამ ჩვენ ხო ვიცით როგორი პოლიტექნოლოგიები იმართება და ის რომ ეს ორგანიზაციის გარეშე არ ხდება. ხლა ამას წინა თუ ერთ-ერთმა კოლეგამ მომაწოდა, საკურველია ძალიან უჭირდა თვითონ ამის ხმა, როგორ გადაუხადეს მის შვილს, აი ესეთი სადღაც ანგარიშებიდან, როგორც სტუდენტს და გამორჩეულს ჩაერიცხა ძალიან დიდი თანხა, თუ არ ვსვი ხსავს 5,000 თუ 4,000 ლარი. სწავლის დაფინანსებისთვის და ეს სია მე დაიდო ინტერნეტში. ხო, იცით, ეს ძალიან ცუდი რამეა და როგორ შეიძლება ეს გაამართლა, ის რაღაც კონკრეტული დავალებისთვის არის არა და ეს ნიშნავს რომ ორგანიზებული არ ხარ. რა თქმა უნდა. ჩვენ პირიქით უნდა გავხსნათ ეს ყველანაირად გზა იმ ხრივ რომ შემოვაბრუნოთ, აი ეს იქნებოდა ალბათ ჩემი სურვილი დიდი და ჩვენი თაობისაც. კი ბატონო, ჩემიც ეს სურვილი რომ შემოვაბრუნოთ, იმიტომ რომ ჩვენ მათ გარეშე გზა არ გვაქვს. ისინი გვინდა არ გვინდა ეს ბუნებრივია მომავალი კი ბატონო მათთან გააგრძელონ და მართონ ეს ქვეყანა. ავტოხატნა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ საერთოდ მემშვიდობებით შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14:10 ნახვამდის. დიდი მადლობა.